პირველად სტუდენტობის დროს მესამე კურსზე ვიმღერე მესამე თუ მეოთხე პარტია. ლიუჩია დელამერული დაიდგა პირველად და მე ვიყავი ალისა. ეს იყო პატარა პარტია, მაგრამ დიდი ბედნიერება იყო, იმიტომ რომ თეატრში ვიყავი. და მე ოლგა Yevgeny Oneginში ჩაიკოვსკის ოპერაში და ოლგა ჯერ ვიმღერე სტუდიაში. და სტუდიის შემდეგ დამიძახეს აქ ვიმღერე. ნუ კარიერის დასაწყისი, ასე ვთქვა, ცოტა სერიოზული პარტია. მე ვარ თამარა გურგენიძე, მეცო-სოპრანო, სახალხო არტისტი და პრემიის ლაურეატი. დავიბადე ვორონეჟში, დედა იყო რუსი. ომის შემდეგ ჩამოვედით საქართველოში, ქუთაისში. ეს იყო 46 წელი მე მგონი. მამა იყო მფრინავი. და იქ დავამთავრე საშუალო სკოლა. დედას ჰქონდა ძალიან კარგი ხმა, მღეროდა, მაგრამ სერიოზულად კი არ უმღერია. მე პატარა რო ვიყავი, ჩემთვის მღეროდი, მაგრამ კაცი შვილს არ მიუქცევია ჩემთვის ყურადღება და ძალიან მწყინდა. იქ სკოლაში იყო ხოლმე ასეთი ტრადიცია, რომ ბავშვებს ამღერებდნენ. მაგრამ კაცი შვილმა არ მომღერა. ჩემთვის მღეროდი, მაგრამ არავინ არ მაგცევდა ყურადღებას. და მე უკვე 14 წლის რო გავხდი, მე წამოვიდა რაღაც სხვანაირი ხმა. და წამიყვანეს მუსიკალურ სკოლაში. ერთ-ერთი ძალიან ახლობელი ჩემი მეგობარი პიანისტი იყო და მასწავლა ღვინო კახურო. ვიმღერე ღვინო კახურო, წამიყვანეს 10 წლებში და ეგრევე მიმიღეს. სტიპენდიაც მომცეს. ეს ისეთი ბედნიერება იყო, არ ვიცი, დავიწყე იქ. აზე არ ვიყავი, არც პიანინო მქონდა, არაფერი. დავიწყეთ იქ მუშაობა და ძალიან მადგენ თავზე. არაჩვეულებრივი კონცერტმეისტერი მქონდა, ლეონტინა ფრანცოვნა კასან. აი მან დამაყენა ფეხზე, ასე ვთქვათ. მე ჩამოვიდა მოსასმენად ზურა ბანჯაფარიძე და პეტრე ამირანაშვილი. უსმენდნენ სტუდენტებს, რომ წამოიყვანათ აქ. ძალიან მოვეწონე მე და მაყვალა კასრაშვილი. ჩამოგვიყვანა თბილისში. მოგვისმინა თეატრში დირექტორმა მჭედლიძე, დიმიტრი მჭედლიძე. და მჭედლიძის მეუღლე იყო ვერა ალექსანდრა დავიდოვა, ძალიან ცნობილი მომღერალი, არაჩვეულებრივი მეუღლე. და მე მიმიყვანეს იმასთან, მე ვიყავი მაგის პირველი მოწაფე. ჯავაბარე ტუსკია იყო ჩვენი რექტორი და შემთან ერთად იყო ცისანა ტატიშვილი, სტატი ხო აი ეს და მაგრამ გითხრათ სიმართლე, სოლფეჯიო უნდა ჩაგვებარებია, არაფერი არ ვიცოდით სოლფეჯიოში. ჩემი პედაგოგი იყო ვერა ალექსანდრო დავიდოვა, ყველაფერი ვისწავლე, ის ყველაფერს მასწავლიდა. ხმის გარდა თვითონ სცენაზე იყო არაჩვეულებრივი. და სცენიურად რომ მომცეს კარმენი, ის აკეთებდა იმის სახში გავდიოდით რეპეტიციას. ცეკვა ყველაფერს მასწავლიდა. აი ეს როგორც ვამბობდი, რომ ეს ნათლი დედა და ნათლი მამა იყო ჩემთვის. აი ოჯახში სულ ვიყავი, როგორც შვილი ვაგათი. არ მქონდა წარმოდგენა რა არის ოპერა. ახლა ქუთაისში არ იყო ის ზონე. ნუ ეხს იყო ზღაპარი ჩემთვის უკვე რომ გავეცანი ამ სიმღერებს და რომ შევედით უკვე კონსერვატორიაში შევაფასე ყველაფერი შემიყვარდა ფანატი გავხდე ასე ვთქვათ. დავამთავრე უკვე სოლისტი ვიყავი და ხო იცი როგორ გაგვაფორმეს როგორც მეხანწრეები. რატო იცი? ადგილი არ იყო თეატრში მომღერლების და 4 ადამიანი აგვიყვანეს როგორც მეხანძრეები. მოგცეს პატარა ხელფასი. ვიყავით მღეროდით ჯერ პატარა პარტიებს, მერე გადავედით დიდ პარტიებს. ასე მომწიმფდით, ასე ვთქვა. 5 შვილი მყავს. გოგოს მოლოდენში
ვაჩენდი და ვაჩენდი ბიჭებს და გოგოს მაგივრად ბოლოს გაჩნდა ტყუპი ბიჭები. ოჯახი მყავდა არაჩვეულებრივი დედამთილი, მამამთილი, რომელიც ყველანაირად მიწყობდნენ ხელს, აი ყველანაირად. მეუღლე დირიჟორი. სულ მუსიკაში ვიყავთ ორივე, მაგრამ ერთი პირობა იყო ჩემი მეუღლის, რომ არსად არ წავიდოდი გასტროლებზე. მე დავთანხმდი. ფანატი უნდა იყოს შენი საქმის და ოჯახისაც სხვათა შორის. მაგრამ მაინც ბოლოს მაინც გავდიოდი გასტროლებზე მარტო. უკვე დავბერდი. კომედია მიყვარს. ძალიან დიდი შესაძლებლობებია. ვამი გითხრა, რასაც ვღეროდი, ის იყო საყვარელი. ეს იყო კარმენი, რა თქმა უნდა, ეს იყო აიდა, ეს იყო ტრუბადური, აი ესენი, მაგრამ და ბარბალეს ქეთო და კოდეში. პრემია მივიღე ბარბალეს როლში. და ნუ ბოლოს მაინც იყო ეს ქეთო და კოდე. იცით რა, ის დრო იყო 90-იანი წლები, როცა უჭირდა სულ ყველას და თეატრშიც იშვიათად იყო სპექტაკლები და ისა და მოვიდნენ ახალგაზრდები. და რა თქმა უნდა, ახალგაზრდები მოვიდნენ, კარმენები, აიდა, ამნერისები, ეს და დაუთმეთ ჩვენ იმას ადგილი. იცით რა გითხრა, ხმის მხრივ ჩემზე უკეთესებიც იყვნენ. მაგრამ რაღაცა უკაცრავად ამ სიტყვისთვის ვერ გაიკაჩეს. ეთყობა, თურმე მქონია სამსახიობო ნიჭი და ამან ამიყვანა სხვაზე მაღლა. იმიტომ რომ ბევრი ვიცი მომღერალი სასწაული ხმებით, მაგრამ ვერ წავიდნენ წინ. რომ ვფიქრობდი, უმუსიკოდ ვიქნებოდი მსახიობი, შეიძლება არც ისეთი. იმიტომ რომ მუსიკა გაძლევს, მუსიკაში ყველაფერია. თუ დრამაა, დრამაა, თუ კომედიაა, კომედია. ამიტომ შენ გამომდინარე ხარ ამ მუსიკიდან. თვითონ აი თეატრი როგორც არის აგებული, რეპეტიციები არის ზღაპარი. ყველაზე საინტერესო არის რეპეტიციები. მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, რომ როგორიც არ უნდა ყოფილიყო რაღაცა კიდე ახალი შემეტანა მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთ და იგივეა. იმპროვიზაცია. ძალიან ბევრი იმპროვიზაცია. ვაკეთებდი, ვფიქრობდი და მეხალისებოდი. უი რა ლამაზი იყავი, არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს როგორ მსახიობს, რომ მიყურონ როგორც მსახიობს, როგორც მომღერალს და რა თქმა ყველა ლამაზია სცენაზე მევკი. ეს არის სახე. უმაგისოდ არ შემიძლია. ბადრის მადლობა უნდა უთხრა, რომ მაინც ვარ თეატრში, როგორც ასისტენტი თეატრში დავდივარ, ახალგაზრდებს ვხდები და ეს არის დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ ეხლა რამდენის ვარ იცი? 85 წლის. ეს არის ჩემთვის ცხოვრება, თეატრი, მარტო სიმღერა კი არა.